პუტინთან ერთად პოზირების შემდეგ ირაკლი კობახიძე თბილისში ნაძვისხის ანთების ცერემონიაზე გამოჩნდა. ამ ღონისძიებაზე პროტესტის შიშით ოცნების პოლიციამ პოლიტიკოსი და სამოქალაქო აქტივისტები დააკავა. ნოდარ ჩაჩანიძე, აჩი გოჩიტაშვილი და ნენე გაბლაია მხოლოდ ნაძვისხის ანთების შემდეგ გაათავისუფლეს. რეჟიმის ლიდერების კომფორტს პოლიცია პირველი რესპუბლიკის მოედანზეც იცავდა. ნუცა ბახუტაშვილი აგრძელებს თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. დიახლუკა კახა კალაძის ნაძვისხის ანთების ცერემონიის პარალელურად რუსთაველის გამზირზე ოცნების პოლიცია მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს აჩერებდა, როგორც თავად განმარტავდნენ იდენტიფიცირების მიზნით და ნაწილი მათგანი თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებულ განყოფილებაშიც კი გადაიყვანეს და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ღონისძიება ოფიციალურად დასრულდა. როგორც პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები განმარტავენ, ეს ყველაფერი ემსახურებოდა კახა კალაძისა და ოცნების სხვა მაღალჩინოსნების სიმშვიდეს, რომ პროტესტის ხმას ისინი ამ ღონისძიებაზე არ შეეწუხებინან. ნოდარ ჩაჩანიძე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ სამოქალაქო აქტივისტების შეკრება იგეგმებოდა კოალიცია ცვლილებისთვის ოფისში და სწორედ ალბათ ამის გამო ჩათვალა ოცნების პოლიციამ, რომ საფრთხე იყო პროტესტის ხმა გაეგონათ ოცნების მაღალჩინოსნებს ნაძვისხის ანთების ღონისძიების პარალელურად და საპრევენციო მიზნით დააკავეს ისინი რამდენიმე საათით და დააყოვნეს განყოფილებაში. ამ ფორმით ცდილობდა სწორედ გუშინ ოცნების პოლიცია, რომ შეეკავებინა ადამიანების პროტესტი, თუმცა ეს ადამიანები რუსთაველის გამზირზე მაინც შეიკრიბნენ და მაინც ყოველდღიური პროტესტი გაგრძელდა, ხოლო გათავისუფლების შემდგომ კი ეს სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსებიც ტრადიციულ აქციას შეუერთდნენ. პოლიცია გადააქციეს ნაძვისხის დაცვის ჯგუფად და სხვა შორის დაკავების შემდეგ პოლიციელები ძალიან ხუმრობდნენ და მეტიც ილანძღებოდნენ ამ ნაძვისხის მცველებად რო აქციეს ზუსტად ამაზე თავად პოლიციელებიც ხვდებოდნენ იმას რა დღეში ჩააგდეს ამ ნაძვისხის ანთების გამო. არაფერი გუშინ იყო შეხვედრა კონკრეტული სამოქალაქო აქტივისტებთან არც ის შეშორს პრინციპში ამ ადგილიდან რესპუბლიკის მოედნიდან და რატომღაც გადაწყვიტეს რომ გონივრული ეჭვის საფუძველი თითქოს ეს იყო რომ ამ შეხვედრის შემდეგ ალბათ მოქალაქეები ჩვენ აქტივისტები და ვაპირებდით ასე ჩათვალეს როგორც ჩანს ნაძვისხესთან რაიმეს მოწყობას ალბათ არანაირი აქცია განმარტება დაკავების დროსაც მხოლოდ იმას იმეორებდნენ რომ იდენტიფიცირება უნდა მოეხდინათ. შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შესული ბოლო დროინდელი გამკაცრებული დრაკონული ცვლილებების მიუხედავად მოქალაქეები პროტესტს არ წყვეტენ. დღესაც 2 მარში და მსვლელობა არის დაგეგმილი. პირველი იქნება ფილარმონიასთან, სადაც მოქალაქეები შეკრებას 7 საათზე დაიწყებენ და გადაინაცვლებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. მეორე კი არის დაგეგმილი ევროკავშირის საელჩოსთან. აქ იკრიბებიან ქალები, უფლებადამცველები, რომლებიც ამ მარშში ცდილობენ სოლიდარობა გამოუცხადონ უკანონოდ დაკავებულ ადამიანებს, რეჟიმის პატიმრებს და მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ შეუერთდნენ, შემდგომ კი ერთობლივად მსვლელობით მათაც გადაინაცვლონ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. დღეს დაანონსებულია ევროკავშირის საელჩოსთან 6 საათზე აქცია მსვლელობა უკანონო პატიმრების სოლიდარობის და მხარდაჭერის მიზნით უკანონოდ დაკავებული ქალების მოძრაობის მიერ. აქციაზე შემოერთება შეუძლია ყველას, ვინც თვლის, რომ ამ ქვეყანაში არიან უკანონო პატიმრები და ითხოვენ უკანონო პატიმრების გათავისუფლებას. ეს და ვიკრიბებით ევროკავშირის საელჩოსთან იმისთვის, რომ პარტნიორებს კიდევ ერთხელ თხოვოთ დახმარება, გვერდში დგომა და უთხრათ მადლობა იმისთვის, რომ ისინი არიან ქართველი ხალხის გვერდით. დაკავებულმა ქალებმა დავაანონსეთ დღეს აქცია სწორედ ევროკავშირის საელჩოსთან, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ილია ჭავჭავაძის 64 ნომერში. სწორედ იმიტომ, რომ ერთის მხრივ სოლიდარობა გამოუცხადოთ სინისის პატიმრებს, მეორე მხრივ მოუთხოვოთ სანქციები ბოროტი ჩაგვრელი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და მესამე მხრივ მოუწოდოთ ხალხს, რომ შემოგვიერთდნენ უსამართლობასთან ბრძოლაში, უსამართლობასთან, რომელმაც ათასობით ადამიანი დააპატიმრა, დაასახიჩრა, მოწამლა და დღემდე აგრძელებს თქვათ რუსული იმპერიული პოლიტიკის გატარებას საქართველოში. რეჟიმი უკვე ერთი წელია სხვადასხვა გზებით ცდილობს რომ პროტესტი შეაჩეროს, არ გამოვიდა და არ გამოუვა. ჩვენ რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ ამ რეპრესიულ კანონებს, რასაც იღებენ, ცდილობთ ამაზე ვადაპტირდეთ. მაგრამ ერთი არა მთავარია, ჩვენი ქვეყნის უზენაესი კანონი არის კონსტიტუცია, კონსტიტუციით გარანტირებული გვაქვს შეკრების უფლება, საერთაშორისო ხელშეკრულებით შეთანხმებით გარანტირებული გვაქვს შეკრების უფლება.
ეხლა ამ ახალიცულებებით უნდა შეზღუდვა, მაგრამ ეს არ გამოვა და ჩვენ 7 საათზე ვიკრიბებით ფილარმონიასთან, თქვენ იცით, შაბათობით ტრადიციულად გვაქვს დაანონსებული დიდი მანიფესტაცია ფილარმონიიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით და ეს მანიფესტაცია შედგება მასობრივი დაშინებებისა და რეპრესიების მიუხედავად მოქალაქეები პროტესტის გამოხატვას არ წყვეტენ. გუშინაც უწყვეტი ეროვნული პროტესტის 380 დღე იყო და ამ დღესაც მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ საკანონმდებლო ორგანოს წინ ქვეყნის მთავარ გამზირზე.